დეკემბერს კომპანია RMG თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სამთოელის პროფესიული დღე იზეიმა. წელს 2024 და 25 წლების წარმატებული სამთოელების დაჯილდოებასთან ერთად კომპანიამ სამთო წარმოების 50 წლის იუბილე აღნიშნა. ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საიუბილეო ღონისძიება წარმოების 50 წლის ისტორიის ჩვენებითა და დამსახურებული თანამშრომლების მოგონებებით გაიხსნა. 2024 და 25 წლების გამორჩეული სამთოელები RMG-ს გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დააჯილდოვა. კომპანიის ინიციატივით წელს პირველად სამთო საქმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სამთოელის ჯილდო დაწესდა, რომელიც აკადემიკოს ლევან ჯაფარიძეს გადაეცა. წარმოების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანიის ინიციატივით დიზაინერმა ანუკა ქებურიამ შექმნა სამთოელის საზეიმო კოსტუმი, ხოლო მოქანდაკე ვალერი ჯიქიამ სამთო საქმისადმი მიზღვნილ მონუმენტზე მუშაობა დაანონსა, რომელიც მომავალ წელს დაიდგმება. RMG-მ სამთოელის პროფესიული დღე 2019 წელს დააწესა და ის ყოველი წლის 17 დეკემბერს აღინიშნება. 6 წლის მანძილზე კომპანიამ 43 დამსახურებული თანამშრომელი დააჯილდოვა. სასიამოვნო დღეა დღეს, თუმცა როცა სამთო სასწავლო ერთმანეთს დაემთხვა, ეს არის სამთოელის დღე, რომელიც უკვე 6 წელია ჩვენ როგორც ტრადიციის რევაქცია და ვცდილობთ ყოველწელს ვიზეიმოთ. დღეს რადგან 50 წლის იუბილეს გახლავთ მაგნურის კომბინატის პირველი ხაზის გახსნიდან, ეს ორმაგად და სამაგად დიდი დღესასწაულია ჩვენთვის.